ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს მოციქულთა საქმეების შესახებ. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ 23 თავზე, სადაც აღნიშნეთ, რომ პავლე მოციქული დაიჭირეს, შემდეგ მისი მოკლა უნდათ და მისმა დიშვილმა გაანდო პავლეს, რომ 40 კაცი არიან შეთანხმებული იმისთვის, რომ შენ მოკლა და აქედან გამომდინარე ის რომ გაიგო 1000 თავმა, გაარიდა პავლე და გადაიყვანეს მეორე ქალაქში. და 24 თავიდან გრძელდება ეს ისტორია. შემდგომად 5 ადგილას შთავიდა მღვდელმოძღვარი ანანია ხუცესთან თანა და მეკვლისა ვისმე ტერტულიოს თანა, რომელთა აუწყებდეს მთავარსამოს პავლესთვის. გახსოვთ ალბათ პავლე მოციქულს როცა მოусმენა მთავარმა, უთხრა რომ სანამ გამოვიტან განაჩენს, მოდი შენი ბრალდებლებსაც მოусმენო და ებრაელებმა გააგზავნეს ის ანანია ხუცესი და ერთი ესე იგი სიტყვაში დახელოვნებული კაცი, რომელსაც ერქვა ტერტილოსო, ხო? თქვენ იცით რომ დღევანდელ დღეს პოლიტიკურ პარტიებსაც ყავთ ეგრეთ წოდებული პოპულისტები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ლოგიკურად გამართულად საუბარი და შეუძლია ადამიანების მონუცხვა, ხო? მაგალითად ახლა ალბათ თქვენ გახსენდებათ ისტორიიდან კაცი, რომელსაც თელი ნახევარი მსოფლიო დააქცია და გაავერანა ჰიტლერი, ხო? ჰიტლერზე ამბობენ, რომ ისეთი ორატორი იყო ადამიანების გონებას ატყუებდაო. ასეთივე ხელოვნებით სარგებლობდა და ასეთი ნიჭი ჰქონდა ლენინსაც. ასე ამბობენ, ხო? თანამედროვე პოლიტიკოსებზე არ ვიტყვით, იმიტომ რომ მე შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ შენის პარტია იყოს ეს, ამიტომ მოდი ახლა წარსულის პერსონაჟებს შევეხო. და ასეთი კაცი ჩაიყვანეს. შეიძლება ვთქვათ, რომ დღევანდელ დღეს იურისპრუდენციაში დახელოვნებული ადამიანები ვინ არიან, ხო? პროკურორები წესით ასე უნდა იყოს, მოსამართლეები და ადვოკატები, ხო? რომლებიც ცდილობენ თავიანთი კლიენტების ინტერესების დაცვას. და ასეთი კაცი იყო ეს ვინმე ტერტილოს, რომელიც ჩავიდა იმისთვის, რომ თავართან პავლეს დანაშაული წარმოეჩინა და მათი მიზანი რა იყო? პავლეს გასამართლება დაჯა. და ვითარცა მოუწოდეს მას იწყო ტერტილოს შესმინად მისა და თქვა. ან ეს კაცი ჩავიდა და თავის საქმეს აკეთებს ახლა რა. მრავალ სამშვიდობასა შინა ვარ ჩვენ ძლით და განგებულებისა რომელი იქნების ნათევსავისა შენისა მოღვაწებითა შენითა სადავე და ყოველთა ადგილთა შეწყნარებთ მხნეო ფელიქს ყოვლითა მადლობითა და იწყებს რას იწყებს ტერტილოს ლიქნელობას იწყებს ფელიქს ის მთავარს რომლის უფლებაშია პავლე მოციქულის განჯა მასაკებს ანუ დღევანდელ დღეს ასეთი ლიქნელი ადამიანის ტიპი რა ეს ვინმე ტერტილოს რომელსაც უნდა რომ კეთილი განწყობა მოიპოვოს ფელიქსის რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს ხოლო რაითა არა უმეტეს დაგაშრომო შენ გლოცავ რაითა შემოκლებულად ისმინო ჩვენი შენითა სახიერებითა და რა მიზანია ახლა არ გინაო ძალიან გამოძიებაო იმიტომ რომ არ გვინაო შენ დრო წაგართვათო ანუ მოკლედ გეტყვით ყველაფერს და ეს საქმე მალევე მოაგვაროთ რა რამე თუ პოვეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის ამოძრელი ყოველთა შორის ურიათა რომელი არიან ყოველსა სოფელსა წინამძღვარი გალილეველთა წვალებისაი გალილეველებს უწოდებდნენ რატო ქრისტეს მიმდევრებს იმიტომ მოციქულთა უმრავლესობა ყველა თუ არა იყვნენ გალილეიდან გალილეა რა მხარე იყო წმინდა მიწის ჩრდილოეთის მხარე სადაც წარმართებთან ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები და შესაბამისად უკვე იერუსალიმში და მის შემოგარენში ცხოვრები ებრაელები გალილეელებს ცოტა ზევიდან უყურებდნენ, იმიტომ ადამიანებს რომლებიც წარმართებთან ერთად ცხოვრობდნენ, მათთვის ახლა ესეთი რო იტყვიან დაბალი დონის ადამიანები შეიძლება ასე ვთქვათ, იყვნენ ისინი, ხო? შესაბამისად რაღაცა მათი წარმომავლობა იყო გალილეიდან, ამიტომ ქრისტიანებს გალილეელებს უწოდებდნენ. რომელმან ტაძარსა აზმნო შეგინებად, რომელიცაც შევიფყართ და მსგავსად ჯულისა ჩვენისა ვინებად განკითხავ. ზეგარ და მოგვიხდა ხოსია 1000 თავი და მრავლით აიძულებით და ხელთაგან ჩვენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა და პავლე მოციქულის შეპყრობის შესახებ უყვება ახლა ფელიქს როგორ ლუსია 1000 თავმა როგორ გამოიტაცა ისინი პავლე მოციქული მათი ხელიდან იმიტომ რომ თურმე ებრაელებს უნდათ თავიანთი ჟულის მიხედვით პავლეს განსჯა მაგრამ ჩვენ რა ვიცით აქაც იტყუება ახლა ტერტილოს რა უნდათ პავლეს მოკლა უნდათ რა უბრალოდ დაინახა 1000 თავმა რომ პავლე მოციქული სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, იმიტომ რომ პავლე მოციქული რომის მოქალაქე იყო
შესაბამისად 1000-ის თავს პასუხს მოთხოვდნენ რომაელი მოქალაქის ლინჩიშეთის გასამართლების გამო და ამიტომ ამ კაცმა გამოიტაცა პავლე მოციქული და როგორც ითხარით მეორე ქალაქში გადაგზავნა ბადრაკთან ერთად და ბრძანა შემასმედა მისა შენთანა მოსვლად რომლისა მიერ შეუძლო ჩვენ განკითხოთ და ცნობა და ამისა ყოვლისა რომელსა ჩვენ წამებდა მაგასთანა ეწამებოდეს სურიანიცა და იტყოდეს ვითარმედ ესრეთა და მოკლედ მელამ თავის კუდი მოწმეთ მოიყვანო ტერტილოს მეწინადადება თქვა და იქ მისულმა ებრაელებმა ურიემოთქეს კი მართალია რა მიუგო პავლე და ახლა როგორც კითხავთ რომაული სამართლის მიხედვით სანამ გამოიტანს მოსამართლე განაჩენს ორივე მხარეს უსმენს მოყვა ახლა ღურიების ორატორმა სიტყვა თქვა ახლა პავლე მოციქული საუბრობს საკუთარ თავს ან თუ იხედებით პავლე მოციქულს ეგრეთ წოდებული ადვოკატი არ ყავს ის საკუთარ თავს თვითონ იცავს მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისა და თქვა თან ვიხედებით პავლე მოციქულის მოკრძალებას ის არ იწყებს სიტყვას სანამ მთავარი მას ნიშანს არ მიცემს ხო ასეც უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ როდესაც ადამიანი საუბრობს ეს არის ზრდილობა აქვე ამას ნუ ყველა მიცით უბრალოდ ახლა ვახსენებთ და ვიხსენებთ რომ ადამიანს საუბრობს უნდა დააცალო ადამიანს საუბარი და მე უნდა თქვა შენი საფრთხმელი. როცა ადამიანი საუბრობს და შუაში ჩაიჭრები, ამას უზრდელობა და თაფლიდობა ქვია რა. პავლე მოციქული იყო ქრისტიანი კაცი, ზრდილობიანი, განათლებული ადამიანი და როდესაც მთავარმა ანიშნა რომ ახლა მოდი შენ გისმენო, იმიტომ რომ ისეთ სისულელეები ლაპარაკა ტეტიოსმა რომ აქ პავლე მოციქულს ყოველ სიტყვაზე შეეძლო ის გაეჩერებია, მაგრამ მოკრძალების და მოკლედ ეტიკეტის გამო მან ეს სიტყვა ბოლომდე მოისმინა და როცა დადგა მისი საუბრის ჯერი და ანიშნა ეს მთავარმა იწყებს პავლეს საუბარს მრავალი წლიდან გიცოდე შენ და ჩვენ დავინახეთ მლიქნელობა აი ორატორისა და ახლა პავლე მოციქულის სიტყვა შევადაროთ მას მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისათა და თქვა მრავალი წლიდან გიცოდე შენ საჯულად ამის ნათესავისა გულსმოდგინები და თავისა ჩემისათი სიტყვა მიუგო პავლე მოციქული რას ამბობს უბრალოდ ფაქტს აფიქსირებს შენო დიდი ხანია ხარო ებრაელთა მსაჯულად მაგრამ ამას აფიქსირებს რამე თუ შემძლებელ ხარ შენ გულისმის ყოფად არა უმრავლეს არ ჩემი 12-ისა დღისა ვინაიდან ახვედა იერუსალემ თაყვანისმებრ და უხსნის პავლე მოციქული რომ შენ შეგიძლია სამართლად საჯო და მე თავის მდგომარეობას ეუბნება რომ რამოდენიმე დღის წინ მე ასული ვიყავ იერუსალიმში იმისთვის როგორც ებრაელს ჩემი ღვთის მსახურება აღმისრულებიაო ხო და არცა აძარსა შინამ პოეს მე მეტყველად ვისთანამე გინა თუ ამბოხისათვის ერისკრებად გინა შესაკრებებთა შორის ანუ ქალაქსაშინ ანუ მე იქავედი სალოცავად არც არავისთვის არაფერი დამიშავებია არც ამბოხება მომიწყვია არცა ძალუც შენ წინაშე ჩემზე და ამისა ჩინებად რომლისათვის ეცი ათ შემასმენენ მე და რას ამბობს ახლა ანუ ამით პავლე მოციქული ამ სიტყვებით რას ამბობს შეიძლება ადამიანს საკუთარი დავი დაიცვას და ის ამბობს რომ ის სიტყვა რაც თქვა ახლა ჩემ წინ გამოსვლელმა იმას ვერაფერს ვერ დაამტკიცებს იმიტომ რომ არავით არის არგუმენტი არავით არის საბაბი მე მათთვის არ მიმიცია იმისთვის რომ მოკლედ სასამართლო წინაშე წამდგარიყავი ხოლო ამას აღიარებს შენ რამ თუ გზასა მისთვის მაგრამ რას ვაღიარებ ახლა იმას რასაც ახლა ისინი მაბრალებიან რომ შენ ხარო ქრისტეს მიმდევარი კიო ვარო მოსეულება რა იმიტომ რომ ქრისტეს მიმდევრობა პავლე მოციქულს ბრალდად კი არა პატივად მიაჩნია და ჩვენც ასე უნდა ვიყოთ ახლა რა ყველა ქრისტიანი უნდა ამაყობდეს იმისთვის რომ არის ქრისტიანი არ უნდა გვცხენოდეს ჩვენ ქრისტეს სახელის ხსენება არსად არ უნდა გვცხენოდეს აღიარება იმისა რომ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები და ეკლესიის წევრები ადამიანს როცა ეს წვენია ესე გამოდის რომ ის ქრისტიანია ხო შენ ქრისტეს სახელის აქ წვენია მაშინ რა ქრისტიანობაზეა საუბარი ახლა ხო სასუება იმაქოს ღვთისა მიმართ რომელსა ეგენიცა მოელიან აღდგომა იყოფა და ყდართა და მართალთაიცა და სუძილთაიცა ან პავლე მოციქული და დოგმატური სახის თემებზე საუბრობს და ის ამბობს მე მწამს ყდრეთით აღდგომა და თან აქცენტი კეთდება რაზე ყდრეთით აღდგებიან არა მარტო მართლები არამედ ცოდვილები ყველა ადამიანი აღდგება ვინც არის იმ ქვეყნად სასულე ყველა ადამიანი დაუბრუნდება თავის ხორცს ხორცის ვანაირი იქნება ხო როგორც ჩვენ ვიცით ისეთი ხორცი ექნებათ ადამიანს როგორც ხორცი ქონდა ყდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტეს როგორი ხორცი ქონდა მაცხოვარს ყდრეთით აღდგარს მას შეეძლო დახურულ კარებში შესვლა თან ამასთან ეს ხორცი რაღაც წარმოსახვე კი არ იყო რეალობა იყო
რეალობა საიდან დაამტკიცა მაცხოვრა როგორ ხდებით ეს რეალური ხორცი იყო როდესაც უთხრა თმა მოციქულს მოიტანეო შენი ხელები და ნახეო მეო ხორცი მაქვს და ძვალი მაქვს რა გამიგეთ ანუ მაცხოვარი აღდგა რეალური ხორცი ის ხორცი არ იყო ისეთი როგორი ჩვენ გვაქვს ხო სხვანაირი იყო აი ესეთი სწორედ სხვანაირი რეალური ხორცით აღდგება ყველა მიცვალებული ყველა ადამიანიც მართალის და ცოდვილის სამოთხიდაში მყოფი და ჯოჯოხეთში მყოფი ყველა აღდგება ყველა სული სხეული შეუერთდება და წარდგება უფლის საშინელ სამჟავროს ამას ზედა ვიხვწი დაუბრკოლებელი გონება იმ მაქოს ღვთისა მიმართ და კაცთა მარადის მრავლისა წლისა შემდგომა თქვენი საქმისა ყოფად მოსულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა რომელსაც შინამ პოვეს მე განწმენდილი ტაძარსა შინა არაერითა არცა შფოთითა ხო და დაინახე უხსნის რომ მე ვიყავი ტაძარში როგორც ებრაელი რომ ებრაული ჯული აღმისრულებია რა მაგრამ ვიღაცა ხალხი ასია რომელი მხარე არის აზია მცირე აზია აზიისგან იმიტომ ებრაელები ხო ვიცით ჩვენ სხვადასხვა სოფლის სხვადასხვა კუთხეებში იყვნენ განსახლებულები მიუხედავად იმისა დღეს ახლა ებრაელებს თავის სახელმწიფო აქვს ებრაელები ისევე ცხოვრობენ სოფლის სხვადასხვა კუთხეში და მაშინ განსაკუთრებით გამგებული იყვნენ სხვაგან და ის ებრაელები რომლებიც იყვნენ ასიადანო მათო დამინახესო და იქ ტაძარში და ერთისა სიტყვისათვის რომელი ხმავყავ და რატო დამიჭირესო ერთი სიტყვის გამო მათ შორის რა იგივ დილ ვითარმე დაღდგომისათვის დართა ვისაჯები დღეს თქვენ მიერ რატო შეიპყრეთ დღეთი დაღდგომაზე როცა საუბრობდა პავლე მოციქული რა ებრაელებს არ წამდათ როგორ არა წამდათ მაგრამ იყო ებრაელებში ნაწილი რომლებიც არ ამბობდა და ამბობდა რომ არ არსებობს სული არ არსებობს დღეთი დაღდგომა და რომელი სექტა იყო ეს აბა ჩვენ გვეცაუბრია სადუკეველთა სექტას ვინ ეკუთვნოდნენ ელიტაში მყოფი ადამიანები მღვდელმთავრები წარმოიდგინეთ ზოგი მღვდელი წარჩინებული ადამიანი და ეს იყვნენ ხალხი რომელიც ცხოვრობდნენ დღევანდელი დღით ისინი ამბობდნენ რაც არ მიხილავს არ წამს ცხოვრობს დღევანდელი დღის ჭამს სვავს რომ ხვალ არ ვიქნები და რომ შემრჩეს აი ესეთი გაგების ადამიანებმა და მათი სიდისის მომხილებელი იყო პავლე მოციქული შეიპყრეს ის ხო და დღესაც არიან ასეთი ადამიანები სამწუხაროდ და მრავლად არიან ასეთი ადამიანები რომლებსაც არ წამთ ღვთის არსებობა ადამიანებს ვისაც წამთ ღვთის არსებობა მას დასცინიან ხო და მეტიც ებრძვიან კიდეც და თქვენ იცით რომ 70-იანი წლის პერიოდში ახლა კომუნისტების ეპოქაში მცხოვრები აქ ვართ რამოდენიმე ადამიანი და მაგალითად ნუ ჩემ ბავშვობაში ახლა მე რო წამოვიზარდე უკვე ის კომუნისტური ეპოქის დაისი იყო შესაბამისად მებრძოლი ათეისტები ისე აღარ იყვნენ მაგრამ როდესაც კომუნიზმმა გაიმარჯვა დაიპყრო სათავეები მართლობია მაშინ აგრესიული ათეიზმის გავრცელება დაიწყო და იყვნენ ხალხი რომელიც მებრძოლი ათეისტები იყვნენ თვითონ ხო არ წამდათ და ვისაც წამდათ ღვთის არსებობა იმას აიძულებდნენ რომ შენც უნდა თქვა რომ ღმერთი არ არსებობს და თუ ისინი ამას არ ამბობდნენ იჭერდნენ ციხეში აჯენდნენ აწამებდნენ კლავდნენ კიდეც ხო ასეთი რაღაცა იყო და ესეთი კატეგორიის ადამიანები იყვნენ სადუკეელი რომელსაც ღმერთის და სულის ამბობდნენ ღმერთის აქვს მაგრამ სულის არ წამდა ღვთის აღდგომის არ წამდა რა ესე ფელიქს დროუყო მათ ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთვის და თქვა რაჟამს ლუსია 1000-ის თავი მოვიდეს მაშინ სნა თქვენთვის ანუ ფელიქსმა ეს ყველაფერი იცოდა მაგრამ რას აკეთებს ხრიკეს მიმართა ბუდი ახლა ის კაცი რომელმაც ჩემთან გადმოგაგზავნა სანამ ის არ ჩამოვა ლუსია მანამდე საქმის მიმდინარეობა ჩერდება თქვენც ხო იცით ახლა დღეს სასამართლო პროცესზე ისე მიდის ხოლმე რომ იქ ადვოკატები ხან პროკურორები ცდილობენ საქმის გადადებას რაღაც ახალი ობიექტური გარემოებებს ეძებენ რაღაცა მოწმეებს ნახულობენ და მოკლედ წელავენ პროცესს ხო იცით იმიტომ რომ რაღაცა თავის მიზანს მიაღწია მოკლედ აი ესეთი ხრიქს მიმართა სამართლებრივი თვალსაზრისით ფელიქსმა და ჩვენ გავიგებთ რატო მიმართა მას და უბრძანა ასის თავსა მას დამარხვაი პავლესი რაითა იყოს იგი მოლხინეთ და ნუვისა ყენება თვისთა მისთა მსახურებისა ანუ შესვლად მისთანა თან როგორ დაიჭირა კი ჩააჯინა მაგრამ გააფრთხილა რომ ყურადღება მიაქციეთ ვისაც ექნება სურვილი მის შეშედი შეუშვით ანუ ფაქტიურად პავლე მოციქული შინაპატიმრობაში იყო მას იცოდა ხდებოდა ეს ფელიქსი ძალა გონიერი კაცი იყო ისიც მიხვდა ლიქნელობას იმ ორატორისა
მივხვდა სამართლიანი სიტყვის პავლესი და მივხვდა რომ პავლე არაფრის შუაში არ არის და აქედან გამომდინარე პავლე კი დატოვა იმისთვის ებრაელებიც ის სიამოვნებია და თან მისი ტყვეობა არც ისეთი ესე იგი სასტიკი იყო ხო ხოლო შემდგომა დღეთა რაოდენთამა მოვიდა ფელიქს დროსილიასთან ცოლისათვის ისა ურიისა მოუწოდა პავლეს და ისმნა მისი იესო ქრისტეს აწმუნების საიდან იცოდა ფელიქსმა ის ყველაფერი იმიტომ რომ მისი ცოლი იყო ურია შესაბამისად მან იცოდა ებრაული ჟური გარკვეულწილად დავით არიგი იტყოდა სიმართლისათვის და ესე მოთმინებისა სასჯელისათვის მერმისა შეეშინა ფელიქს და თქვა პავლეს აწამას ჟამსა წარვე და ჟამსა მოსალესა მოგიწოდო შენ და თქვენ ახლა ალბათ თქვენს ყოფილა შემთხვევა როდესაც ადამიანს ქრისტეს შესახებ ესაუბრები რაღაც არის ეს სენსიტიური თემები რომელსაც კონკრეტული ადამიანს კონკრეტული რაღაცა პროვისა აქვს რა გრძნობელობა რაღაც გარკვეულ საკითხს იმ საკითხს რო ეხები იმ წელს ცდილობს იმ საკითხზე არის საუბრო და სხვაზე გადახდეს და მე ჩემი სამბლო პრაქტიკიდან ერთ იმას გეტყვით ერთ გამოცდილებას გეტყვით ხო როდესაც ახლა ჩვენი სამბლო მსახურებიდან გამომდინარე გვიწევს რომ მიცვალებულები მოგვეყნა გავაცილოთ წესი გავუგოთ და ასე შემდეგ და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში მოდი არ ვთქვა მაგრამ რიგ შემთხვევაში მიცვალებულის ჭირის სოფლები არ არიან მორწმუნეები ზოგიერთი ადამიანი წესისაკების დროს ისე მიყურებს ხოლმე როგორც ასეთი გამოთქმა იყო კომუნისტების დროს როგორც ლენინი ბურჟუაზიას აი ესე მიყურებენ ხოლმე რა და ახლა ჩემი მისია მიცვალებულის თვის სახურების ჩატარება ამ ქვეყნიდან მისი გაცილება თან ცოცხალი ადამიანებისთვის იმის თქმა რომ მათაც ვალდებულება მიცვალებულის მიმართ და ისინიც უნდა ზრუნავდნენ მიცვალებულზე და მიცვალებულის პატივის მიგება არ ესე განისაზღვრება და არ შემოიფარგლება მხოლოდ უძლის მიყვანით და წესისაკებით. თუმცა ადამიანი გარდაიცვლება, სანამ ცოცხალი ადამიანი ის უნდა ცდილობდეს იზრუნოს მიცვალებულზე. ხო და ამ თემაზე როცა ვიწევ ხოლმე საუბარს, ახლა გამოცდილებიდან გამომდინარე ხვდები რომ ზოგ საერთოდ არ აინტერესებს და იმისთვის რომ ადამიანი ჩაფიქრდეს ერთი ასეთი უნივერსალური მეთოდს მივაგენი. ვიწყებ სიკვდილზე ლაპარაკს. ვახსენებ ხოლმე ადამიანებს რომ მათ შეჭამთ მატლი. მე ახლა ალბათ ხორცის მატლი გაქვთ ნახე? აი ხორცი რო მატლს რო უჩდება ხორცს. საშინელი არის რა. საშინელი ხმებს გამოცემს. ერთხელ ასეთი რაღაცა მოხდა რომ უბრალოდ რაღაცა წავედი ზაფხულზე და თურმე მაცივის გარეთ დაგვრჩა ხორცი რა. და რო ჩამოვედი მე რაღაც გარკვეული რამოდენიმე კვირის შემდეგ სახში შევდივარ და რაღაცა ხმა ისმის კაცო რაღაცა ესე ცელოფნის პარკში რაღაცა ხმა და ამ ხმას მივყევით და რას ვიხედებით ხორცი არის დასეული მატლები ეს მატლები გამოცემენ საშინელ ხმას რაღაცა სპეციფიური ხმა აქვს და ამას ვეუბნები ხოლმე რა რომ შეგჭამთ მატლი და ესე არის რეალობა კი რა ვუხებ რამის რეალობა არის შეგჭამთ მატლი დარჩება ჩვენი ძვლები გადავიქცევით უტრად რაღაც ამას რო ვიწყებ ლაპარაკს ხოლმე ხო წარმოიდგენს და უმრავლესობას ვინ ცოტა ისე რო იტყვიან ნიშნის მოგებით თუ გამომცდელად გიყურებს სახე ეცვლებათ ხოლმე და ეს არა ჩემი მოგონილი არამედ ამ სიტყვას ვამბობ ხოლმე იმის გამო რომ სოლომონ ბრძენს ასეთი სიტყვები აქვს უნიკალური რომ გირჩევნიათო სამხიარულო სახლში სიარულსო წუხარების სახლში იაროთო ანუ ადამიანი უნდა დადიოდეს სასაფლაოზე უნდა დადიოდეს პანაშვიდებზე უნდა დადიოდეს გასვენებაზე რომ გაიხსენოს რომ ის მოკვდება და მარადიულად არ იქნება ეს რო ადამიანი ამას წამიერად რომ გაიფიქრებ მიხვდები რომ თუ ამით იწყება და აქ იწყება და მთავრდება ჩვენი ცხოვრება მაშინ უაზრობა ყოფილა მაგრამ მადლობა ხმელს აქ იწყება მაგრამ აქ მთავრდება ყველაფერი მარადიულად გრძელდება ადამიანის სიცოცხლე ეს არის სწორედ რას ამბობდა წმინდა გაბრიელ ბერი რომ ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშიაო ეს უდიდესი და უძვირფასი სიტყვებია იმიტომ ადამიანს რო გწამს ეს შენ ცხოვრობ იმედიანად შენ ხარ ადამიანი რომელიც ემზადები ამისთვის შენ ცდილობ იმ ადამიანს ვინც ასული არის ამ ქვეყნიდან იქ მარადიული ნეტარის სასუფეველის დამკვიდრებაში დაეხმარო გამიგეთ აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ვირწმუნოთ და ვიღაცებს დავარწმუნოთ ვიღაცები დავარწმუნოთ იმდენად და რამდენ ჩვენ შეგვიძლია გამიგეთ ასე რომ პავლე მოციქული
რო საუბრობს ფელიქსმა რო გაიგონა ეს სამსჯაურო რაღაცა უთხრობ გაჩერდი ბოდი თავი მე ვილაპარაკოთ რა ადამიანს უყვართ ესე თავის აცილება და უნდათ ესე ვითომ იცხოვრონ ირეალურ სამყაროში და სულ უნდათ რომ ითიქრონ არ მოკვდებიან კაცო რა და სულ ეკინებიან ასე არ არის რა რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი ოღონ ამ რეალობას როცა თვალს უსწორებ ეს რეალობას თვალი გასწორება სასუსტმკითელებაში ჩაგდების მიზეზი არ უნდა გახდეს იმიტომ რომ ზოგი ხელს უშვებს და აი რაღაცა დამთავრდა რაღაცა ესეც არ შეიძლება იცით ყველა დიდ და საშინელი რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა სასწრაფო ჩავარდნილი ადამიანი ეშმაკის ხელშია და ეშმაკი ადამიანს თვითმკვლელობით ამთავრებია ცხოვრებას და ამით მის მარადიულ ტანჯვას უზრუნველყოფს ეშმაკი წყალებში ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა და ყურადღებით უნდა მოკლედ ახლა ორი მუხლი დაგვთ ამას წავიკითხავთ და მოკლედ დავასრულოთ დღევანდელი საუბარი და ამასთანა გონებდა ვითამეთ ფასი მოიგო აი მიზეზი რატო დებს სასამართლოებს აი თავარი ეს არის ახლა აი ფელიქსი მიუხედავად იცის რაღაცეები სული ებრაელი ყავს ისმენს ამ ჭეშმარიტებების შესახებ და მიზეზი მისი საქმის გადადების რა არის რამასთანა გონებდა ვითამეთ ფასი მოიგოს მან პავლისგან რაითა გახსნას იგი ამისთვის ზედაიზე და მოუწოდა და ზრახვიდა მას ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა გარდაიდინა ფელიქსს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს და რამით ვენება ფელიქსს მომრდება ქურიათე დაუტევ პავლი კროებას ეშინა ან ფელიქსმა იცის რომ პავლი მართალია მაგრამ ხშირად ელაპარაკება და რატო ელაპარაკება ხშირად იმიტომ რომ ფული უნდა რომ ისო ფიქრობს რომ პავლე ფულს მომცემს და მე მას გავუშვი აი მოკლედ ესეთი მერკანტილური აზრები ჰქონდა ფელიქსს ამის გამო არ უშვებს პავლეს მართალ ადამიანს ის 2 წელი გავიდა ამასობაში გადააყენეს მოკლედ ეს კაცი მის ნაცვლად სხვა მოვიდა და იმისთვის რომ ფელიքს რაღაცა მოემადლიერებია ებრაელები პავლე დატოვა საკანში აი მოკლედ დასრულდა 24 თავი ნუ მომოვალ საუბრებზე ჩვენ უკვე 25 თავზე ვისაუბრეთ კარგი